გვივიდა. ამიტომ ბიუჯეტი ხო იყო 40 ლარი გამოყოფილი. ცოტა დავამატეთ სასმელი ამაში არის თუ. მხოლოდ საჭმელი, იმიტომ რომ ნახოთ აბა რა იქნება, მე ხლა შევუკვეთეთ, ხო კიდე აქ მაგარი ხალხი შეხვდა ბოლისელები. დავილაპარაკეთ რაღაცა და ეს ამბავი მოწონწალი, რა? კარგი სივრციანი, ანუ იქიდანაც არის დარბაზი, რომ იქაც ჩამოთვა. ხო, სისუფთავია და რაღაც ძალიან ისეთი კაი. გარემოც კაია. რაღაც არ მოველოდი, იმიტომ რომ რაღაცა მეთქი ბაზართან ახანახოა, მაგრამ როგორც ეთქობა ხალხი? არა, მობილია. მოკლედ ეხლა მოგვიტანენ. რა უნდა გითხრათ, ხინკალს დიდი დრო დაჭირდება ალბათ რაღაც. 9:30 საათი მაინც აჭირდება ეხლა. თუ ძალიან ადრე მოგიტანეს ჩათავლეთ რომ ვიღაცის ბაგი დიდან ახებული. აბა ხინკალი 5 წუთში როგორ უნდა მოგიტანოს, შანსი არა. ხოქშია. ხოდა მოკლედ ეხლა დავალოდოთ, ნახოთ აბა რა მოვიდა და რანარი გემოსი იქნება. შემოაზრეთ კაი იქნება. რა, ბლომად იყვნენ ხალხი რომ შემოვედი. ხო, ცუდ ადგილზე ხალხი არ დადის, არა, კაი, აბა მაშინ ნახოთ. მოკლედ ხინკალი მოიტანეს. რატომღაც მეგონა რომ კუპატი მოასწრებდა, მაგრამ განისხვეთი სუფრიდან არის. ბატონო დავით. სხვის სუფრიდან. მოვაყარო? არა, 9:30 საათი ველოდი. მოვაყარო? მოვაყარო. ბევრი? რამდენიც? ეგეთი გაწუთილი ანეკდოტია, რო? მოვაყარო, მოვაყარო, კიდე და მამაინს იმას არ ავჭა. მოკლედ ნახოთ ბოლნისში როგორი როგორი ხინკალი გედება. ხინკალს ნუ ჩააფრინდებით დაინცა და ჩანგა. ბატონო დავით ეს კუპატისთვის შემოვიდა. ხო და კიდე რაზე თქვა, ამაზე შეეთ გეტყვით ეს 40 ლარი. საჭმელი 2 ადამიანისთვის. ბევრი იყო თუ ცოტა?